53 მილიარდი რუბლი საბარგულით აზერბაიჯანიდან როგორ შეიძლება გადმოვიდეთ თუნდაც 2 წლის განმავლობაში. 700 მილიონი დოლარის გათეთრება მსოფლიო მასშტაბის სკანდალია. აინტერესებს ეროვნულ ბანკს ეს უნდა ცოდნოდა თუ არა. ორი თვის წინ პუტინმაც დაიწყო ანტიკორუფციული მოძრაობა. მანამდე ამბობდა რომ ეს ახალ ოპოზიციური ტელევიზიები იგონებენ, ოპოზიცია იგონებს და ეხლა თვითონ გადასტურებენ რომ თურმე მართლა ყოფილა კორუფცია. რაში დაჭირდა? 13 წლის განმავლობაში. რამდენი ქართული 20 ჯერ თქვა რამდენი მოიპარა? რამდენი მილიარდები მოიპარა. ქართული ოცნების მმართველობის 13 წლის განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი სერიოზული კორუფციული საქმის გამოვლენა. ოლიმპიური ჩემპიონი, სოფლიოს ჩემპიონი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი მოადგილე არ იყო ეს საკმარისი და მოიგონეს ახალი საოცარი ლეგენდა. დედოფლ ყარიბაშვილი მოინდომა დისტანცირება და ბიძინა მივანიშვილმა უთხრა უკაცრავად. იცით რა, მე შეგკენი თქვენ და ეხლა მე დამასანქცირა ამერიკამ. ხვალ ჩემს ოჯახს დაასანქცირებენ. ზეკიდე ღმერთმა იცის რას მიზამენ და შენ გინდა რომ მიმატოვო? სამარეში უნდა ჩამო. ბიძინა ივანიშვილი აი ამ შეიხს რომ ესალმება თუ დააკვირდებით სახეზე რაღაც გაბრწყინებული სახე და 80 და 45 გრადუსით წელ მოხრილი და ასე ხელი ჩამოართვა და მოგეჩვენებოდა რომ ლამის ხელზე კოსტნიდა. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ამ დღეების განმავლობაში კორუფციულმა სკანდალებმა წალეკა საინფორმაციო სივრცე. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ დღეებში იმდენი კორუფციული საქმე გახსნა, რამდენი 13 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია. რა არის ეს რეალური ბრძოლა კორუფციასთან თუ კლანებს შორის დაპირისპირება? თუ ასე ყვაოდა ქვეყანაში კორუფცია 13 წლის განმავლობაში მას რატომ არ ებრძოდნენ? ამ ყველაფერს დაემატა ფულის გათეთრების უპრეცედენტო საქმე. ქართული ოცნების ხელისუფლება გვეუბნება, რომ ქვეყანაში 53 მილიარდი რუბლი ისე შემოიტანეს, რომ არავის არ გაუგია და ეს ფული გაათეთრეს. როგორ მოხდა ეს? ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ეკონომისტი რომან გოცირიძე. მოგესალმებით ბატონ რომან. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბოლო პერიოდი ქართულმა ოცნებამ დატვირთა რაღაც კორუფციასთან ბრძოლის თემებით. რაღაც საოცრად გამოცოცხლა თავის ყოფილ თანაგუნდელებს იჭერენ, მოგდის ინფორმაციები რომ შეიძლება ღარიბაშვილამდეც მივიდნენ და აგერ ეხა თავდაცვის მინისტრი ხო დაიჭირეს და ეხა დღეს საერთოდ ცნობილი გახდა რომ მისი რაღაც დაცვის წევრი და ვიღაცებს საერთოდ უაქსისო სიგარეტსაც ან კიდე უმატებენ რაღაც საქმეებს ბურჟუაზიის მიმართულებით და რა მოხდება არავინ არ იცის. ბოლო სკანდალი იყო ეს რაღაცა 700 მილიონი ევროს შემოტანა აზერბაიჯანიდან დაჭერილი ყავთ სავალუტო ჯიხურის მეპატრონე. ანუ ყველა ხვდება რომ ეხლა სავალუტო ჯიხურის მეპატრონე ამდენ ფულს ვერ შემოიტანა და ვერც გადაახურდა და რა ხდება? მოდი ამ 700 მილიონის თემით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ ამ კორუფციას. რო ავხსნათ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, როცა ხელისუფლება გვეუბნება რომ 700 მილიონი ევროს ეკუპონი და 35 მილიონი დოლარის, თუმცა აღგეს აღმოჩნდა რომ ევროებში კი არ შემოუტანია, შემოუტანიათ რუბლებში და რუბლებში შემოტანილი გამოდის 53 მილიარდი რუბლი. როგორც თქვა პროკურატურა. ანუ 53 მილიარდი რუბლი საბარგულით აზერბაიჯანიდან როგორ შეიძლება გადმოვიდეთ თუნდაც 2 წლის განმავლობაში. მოგესალმებით. ხდება ის რაც ხდებოდა ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმებში. ეს არის ანტიკორუფციული კამპანია. მართლა ბრძოლა კი არ არის კორუფციის წინააღმდეგ, ეს არის კამპანია. საქართველოს ეს ერთხელ ნახა, ოღონდ შენ არ გემახსოვრება. გამიგია შევარნაძის გულის. ხო, მე სკოლაში ვიყავი, შევარნაძემ გამოაცხადა ანტიკორუფციული კამპანია და შემდეგ აი ამ 70-იან წლებში პირველად გახდა ცეკას მდივანი. და აი ამ ცეხავიკებს დაერია და ასე ვთქვათ, ვითომ რაღაც ღვინის ფალსიფიკაციას ებრძოდა და სიამოვნებაში შევარნაძის დროს აყვავდა შემდეგ კორუფცია და 800,000 ტონა ყურძენი მოჰყავდათ და სიამოვნებაში რუსეთში რაც ღვინო გადიოდა და დაშაქრული წყალი იყო. მაგრამ ლაზიშვილები რო დაიჭირა ხო? მაგრამ ამ ანტიკორუფციული კამპანიის ფონზე შევარნაძე გახდა პოპულარული და პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატი, ანუ მმართველ ელიტაში მოხვდა საბჭოთა კავშირში და ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც კი დაირღვა, ასე რომ ვთქვათ. ივანიშვილი რას აკეთებს? იმეორებს აი ამ ტიპიურ სქემას, ყველაფერი გადმოიღო რუსეთიდან. დაწყებული აი ამ აგენტების კანონით
მედიის შეზღუდვით, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით მისდევს პუტინის კვალს დაახლოებით 1-2 წლის ჩამორჩენით. 2 თვის წინ პუტინმაც დაიწყო ანტიკორუფციული მოძრაობა და იჭერდა მინისტრის მოადგილეებს. მინისტრამდე ვერ გავიდა, მაგრამ ბოლოს, ოდესაც რკინიგზის მინისტრი მოხსნა, რკინიგზის ტრანსპორტის მინისტრი, ეს ადამიანი მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ემუქრებოდა და მე საკუთარ სახში თავი მოიკლა. აქაც კი რაღა მოიკლა ადამიანმა თავი, ხა სააშორს მიდიოდა, რიჟვაზე ბეწვზე გადარჩა. ამიტომ ზუსტად რუსეთის ასე ვთქვათ, ისტორია მეორდება რაღაც პატარა პროვინციული მასშტაბით. და იქ თუ ამას პუტინი აკეთებს, რომელსაც ატომური ბომბი უმაგრებს გვერდით, ამას აკეთებს ერთი ახირებული კაცი, რომელსაც გონია, რომ თავისი 6 თუ 7 მილიარდით შეუძლია მთელი ქვეყანა ფეხქვეშ გაიგდოს და მართოს საკუთარ ჭკუაზე. აგერ იგივე რიჟვაძის საკითხი, რომელსაც დაჭერით ემუქრებოდნენ და თავი გადაირჩინა იმით, რომ თვითმკვლელობასა და ასეთ შემთხვევაში 100-დან 99 ძალიან ცუდად ტარდებოდა და გაუმართლა, ასე ვთქვათ და ალბათ არ დაიჭერენ თუნდაც იმის გამო, რომ დღეს უკვე ხელისუფლება ამბობს, რომ არა, მასთან არავითარი პრეტენზია არ გქონია და ფაქტია, რომ თავი გადაირჩინა და თავის სიწრე გადაარჩინა. აი ესე კითხვა იბადება, ეს ხომ პოლიტიკურად აზიანებს ივანიშვილის ხელისუფლებას, როდესაც თავად აღიარებს, რომ ქვეყანაში არის ტოტალური კორუფცია. ერთი შეხედვით ეს ასია, მაგრამ ქვეყანაში რომ კორუფცია, ყველამ კარგად იცის. უამრავი ტელეგადაცემა უნახავს ჩვენს მაყურებლებს. ყველა მინისტრი, რომელსაც 2 კაპიკი ჰქონდა, როგორ გამდიდდა, რას ასახლებს აშენებენ თბილისის. ხო, მაგრამ ეხლა გამოვიდა რომ ადასტურებენ ამ ყველა. ხო, მანამდე ამბობდნენ რომ ეს ახალ ოპოზიციური ტელევიზიები იგონებენ, ოპოზიცია იგონებს და ეხლა თვითონ ადასტურებენ რომ თურმე მართლა ყოფილა კორუფცია. რაში დაჭირდათ ეს დადასტურება? ამიტომ ეს გათვლილი არის იმაზე რომ ამას არის ისეთი საკითხი, რომელსაც დადასტურება არ ჭირდება. ისედაც იციან, გინდა ადასტურე და გინდა არ დაადასტურე. ეჭვები რომ იყოს და უცბად მოულოდნელად მეხივით რომ დაეცეს ჩვენს მოქალაქეებს თავზე რომ ხედავ, ჩვენ გვეგონა რომ ვიღაცები გვატყუებდნენ და თურმე მართლა ყოფილა კორუფცია, ასე არ არის. ყველაფერი იცის, აგერ მოსამართლეების სასახლეებს ყოველდღე სხვადასხვა ჟურნალისტურ გამოძიებაში ვხედავთ. როგორი ძარცვება ქვეყანა ტენდერებით. როდესაც 1 მილიონი დავუშვათ გზის გაკეთება და იქ 2 მილიონს იპარავენ ბიუჯეტიდან. კობახიძემ აღიარა, რომ მარტო რკინიგზის და ენერგეტიკის სექტორში, ანუ სახელმწიფო საწარმოების სექტორში 700 მილიონი ლარის ეკონომია გავაკეთეთ 1 წელიწადში. ანუ 700 მილიონს იპარავენ, ძარცვავდნენ, პლან გავდნენ, 22 მილიონით მარტო ხელფასები შევამცირეთო და 1000 კაცი გავათავისუფლეთო და იმ 1000 კაცში 1000 ბობოლა უფროსები იყო და თავად თქვა, რომ ჩინოვნიკებსო თანაშემწეების და მრჩევლების პოზიციები ჰქონდაო, რომელსაც 1000-ობით ლარი ხელფასი ჰქონდა, მანქანა ემსახურებოდა, უფასო, ასე ვთქვათ, გადაადგილება, მივლინებები, წარმომადგენლობითი ხარჯები, ერთი სტუმარი რო ჩამოვიდა 20 კაცი რესტორანში მიყვებოდა 700 მილიონი დავზოგეთო, ოღონდ აქედან საოცარი რაღაცა თქვა. 358 მილიონი ლარი დავზოგეთ ტენდერებში და მომსახურებაში. ანუ რკინიგზა, ან გაზის სექტორი, ან ენერგეტიკის რაღაც ობიექტები, ელექტროგადაცემა და ასე შემდეგ, ერთ ტრანსფორმატორს აყიდულობდა და ორჯერ აფორმებდა. ანუ როდესაც შენ გავორმაგ 358 მილიონს წელიწადში ზოგავ ტენდერში, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ანუ რომ გააუქმეს ეს ტენდერი, გამოჩა, ეს ნიშნავს, რომ არ იყო საჭირო ის რასაც ყიდულობდა. ან არ იყო საჭირო, მაშინ როგორ გააუქმა? ან ორმაგ არა, კი არ გააუქმა. ორმაგ ფასებში ყიდულობდა. არ ვიცი, ადრიან მეორე. ორმაგ ფასებში. და შემდეგ ფინანსთა მინისტრმა მოადგილემ კაკაურიძე გუშინწინ დაადასტურა. კიო, ჩვენ ოპტიმიზაცია მოვახდინეთ ხარჯებისო, მოვახდინეთ ადმინისტრაციული ხარჯებისო, ანუ გაფორმებული რო ყავდათ უამრავი ადამიანი, მათ შორის ეს ხალხი მე საარჩევნო კამპანიისთვის კოორდინატორებად გადაიქცეოდა. მთელი მათი ოჯახის წევრებია. აგერ გაზის ტრანსპორტების კომპანიაში, გაზის სექტორში, იქ გაზი ხო იფლანგება საერთოდ აზერბაიჯანიდან ყიდულობთ გაზს. ძვირად და ვყიდით იაფად ამას სუბსიდირება ქვია და ამაშიც უზარმაზარი კორუფცია არის. რკინიგზაში უზარმაზარი ფული იფლანგება. ანუ დავზოგეთო ორი მიმართულებით ადმინისტრაციული და ასე ვთქვათ მომსახურების ხარჯები და აქეთ კიდე ტენდერებიო. რაღა შორს წავიდეთ. აი აგერ ახლა
გვასახელეს ჩვენმა კალათბურთელებმა და პირველად ისტორიაში გავედით მე ვერტფინალში და ჩვენთან ევრობასკეტი რომ იყო აშენდა სპორტის სასახლე გამოცხადებული იყო ტენდერი 70 მილიონად საბოლოოდ დაждდა 90 მილიონი 30% გაძვირდა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა აი ვაგერ ვაკის პარკი გამოცხადდა ტენდერი 32 მილიონი დაждდებაო და დაიხარჯა 32 მილიონი ნახევარია გაკეთებული და ეხლა ხელახლა გამოცხადდა 34 მილიონიანი მეორე ტენდერი ანუ ვაკის პარკის რეკონსტრუქცია ნაცვლად იმისა რომ 32 მილიონი დახარჯული იყო დაждდა 70 მილიონი და ეს ორჯერ მეტი აი ეს თავად კობახიძე აღიარებს ამას და ყველაფერი იცოდა ეხლა იბადება კითხვა კი მაგრამ არ ჯობდა რომ ეს არ ეთქვა არა როდესაც ყველაფერი ნათელია აქ იწყება უკვე ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდისტული ასე ვთქვათ ქმედებები რომელზეც სამწუხაროდ შემდეგ წამოეგება ხოლმე მოსახლეობა იგივე შევარდნაძე მოწონდათ ხედავთ დაერია ვიღაც ბობოლებს ეხლა რუსეთში პუტინი მოსწონთ ხედავთ კორუმპირებულ მინისტრებს და ჩინოვნიკებს იჭერს ეს რა თქმა უნდა პუტინის ნებართვით კი არ ხდება ანუ ესენი ასე ვთქვათ თავნებობენ ან ივანიშ ანუ სტალინმა არ იცოდა რამდენად მილიონობით ადამიანი დახვრიტეს და არა კაცო ეს სტალინმა არ იცოდა ახლა უნდა თქვა რომ არა იბიძინამ არ იცოდა ეს როგორ გიკადრებათ ვიღაც თავდაცვის მინისტრი რომელიც საიდან მოვიდა არავინ იცის რაღაცა ჭეკლასის ჩინოვნიკი მინისტრი გახდა ზუსტად ტენდერებში მოიპარა 1 მილიონი დოლარი 2 მილიონი ნახევარი ღირდა ეს აპარატურა სამედიცინო რომელიც შემოიტანა და 3 მილიონი ნახევარი გადაიხადა 1 მილიონი მოტეხა და მე სადღაც ესპანეთში სახლი იყიდა თავდაცვის მინისტრი კორუმპირებულთა რიგებში 1000-ეულში არ შედის 1000-ეულში არ შედის ეს საიდანაც ღარიბაშვილმა მოიყვანა მეგობარი დასვა და მანაც მოასწრო 1-2 რაღაცის გაჩალიჩება ჩაგვეჩა ხო ამიტომ მთავარი ეს პროცესი რა თქმა უნდა არის ანტიკორუფციული კამპანიის ასე ვთქვათ დაწყება საზოგადოების განახლება გაწმენდა და წინასაარჩევნოდაც რა თქმა უნდა რაღაცის შემოგდება ყოველთვის ჭირდებოდა იქ ერთ არჩევნებში თითქოს და ვიღაცა გარეჯს ყიდდა და საქართველოს ღალატობდა და გარეჯი საქართველოს თემი წარიმართა გვახსოვს და ეს პატრიოტული მეცნიერები დააპატიმრეს შემდეგ აი ამ ომი არ გვინდა და ომი და მშვიდობის კუთხით ეს ყველაფერი უკვე მოჭამა ამან დრო და ახლა ახალი თემა შემოაგორეს რომ ბიძინა ივანიშვილი იწყებს ასე შეიძლება იყოს ჩვენ რიგებში კორუფცია ჩვენვე ვებრძვით ხო ხედავთ კი და ეს პროპაგანდისტულად უკვე ჩვენვე ვავლენთ და ჩვენვე ვებრძვით და არა ვიღაც ოპოზიცია რომელიც რაღაცას მიგვითითებს ჩვენ უკეთ არ ვიცით ჩვენთან ვინ იპარავს მაგრამ ახლა რეალურად შევხედოთ ახლა 13 წლის განმავლობაში ქართული 80 ჯერ თქვა რამდენი მოიპარეს რამდენი მილიარდები მოიპარეს თუ მარტო 700 მილიონი თუ ასეთი ტემპით ხდებოდა ხო 700 მილიონს თუ მარტო სახელმწიფო საწარმოთა სექტორში იპარავდა სადაც არის 350-ზე მეტი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო რომელიც იძარცვება და როგორც საკუთარ საოჯახო ბიზნესს წურბელებივით აზის ოცნების კლანი თუ 700 მილიონს ერთ წელიწადში იპარავდი 5 წელიწადში 3 მილიარდ ნახევარია მე არ ვამბობ იმას რომ 2012-ში 700 მილიონს მოიპარავდი იმიტომ რომ ეკონომიკის დასთან ერთად ამ საწარმოების ბრუნვაც იზრდებოდა მაგრამ რომ გავასაშვალოოთ ამ 12 წელიწადში ნახევარს მაინც ხო იპარავდნენ ყოველწლიურად 350 მილიონს ხო იპარავდნენ და ეს გავამრავლოთ უკვე 12-ზე და უკვე 4 მილიარდამდე ავდივართ ჩვენ დავთვალეთ როდესაც პარლამენტში ვიყავით საჯარო სექტორში და სახელმწიფო სექტორის საწარმოების ბიზნესია ეს არის კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან ან შეფოს ან სააქციო საზოგადოება მიუხედავად იმისა რომ დამფუძნებელი არის სახელმწიფო კერძო ბიზნესის წესებით იმართება და ხელი არ მიგვიწევდა ამ ინფორმაციაზე და 100-ჯერ მივმართე აუდიტის სამსახურს ატვარამოწმ ტკინიგზას დღემდე არ შემოწმებიათ გაზის და ნავთობის კორპორაცია შეუხებელი სფეროები იყო და სხვადასხვა აუდიტის სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ტკინიგზაში შესვლა რომ მოინდომა ის შემდეგ გახსოვთ ფარცხალაძემ ცემა იმაში ერთ-ერთ რესტორანში
და სასამართლოს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლება მიიღო რკინიგზის შემოწმება და მაინც არ შეუმოწმებია და ბოლოს ერთი წელი შეამოწმეს დიდი ბრძოლის შემდეგ პარლამენტში ჩვენი მონდომები და ერთი წლის შემოწმება მოხდა და ძველი რაღაცები ჩაიფარცხა. რატომ ამბობს ამას ჩვენთვის ეს ინფორმაცია დახურული იყო. ახლა თავად გახეთქეს, მაგრამ მეორე სფერო საჯარო სექტორი, ანუ სამინისტროები, დეპარტამენტები, მუნიციპალიტეტები, სადაც 10,000-ობით ადამიანი ყავთ გაფორმებული, აქ იპარავენ 300 მილიონ დოლარს. მარტო ორ სექტორში, საჯარო სექტორში, ან ბიუროკრატიულ სექტორში და სახელმწიფო საწარმოო სექტორში წელიწადში მილიარდი ლარი ან იფლანგება, ან მითვისება ხდება, ან გაფორმება ხდება მკვდარი სულების, რომლებსაც საოჯახო დანიშნულება აქვს, სამეგობრო ან პოლიტიკური მიზნით კოორდინატორებისა და სხვადასხვა აქტივის გაფორმება. ანუ ეს საკითხი თუ რამდენს იპარავენ. ეხლა მე სხვა რამის თქვა მინდოდა. ქართული ოცნების მმართველობის 13 წლის განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი სერიოზული კორუფციული საქმის გამოვლენა. ერთხელ დაიჭირეს ვიღაც ბიჭი მერიაში, რომელმაც 6,000 ლარის რაღაც ტენდერებში რაღაცა იჩალიჩა და აქედან კიდევ თანამშრომლებს ტორტია ჯოკია ბოდოკია ხო? არ ვიცი, აგვარია ტორტი და ამანო ტორტია პირველი მსხვერპლი და თავის თანამშრომლებს არა ამაღონ არ დავასახელებ ეს პროფესორია, ახალგაზრდა პროფესორი იყო და ეს მერე დაიჭირეს ხო? მანამდე იყო ჯოკია ბოდოკია. სტატისტიკის სამსახურში მუშაობდა ეს ეკონომისტი და მერე ერთ საქმეში იყო რომ მის თანამშრომლებსო რაღაცო გაყალბებული დოკუმენტის შექმნისთვისო საჩუქრად ტორტი მიართვაო და ეს ტორტი კორუფციულ საქმეში იყო აღნიშნული და მე რამდენიმე თვე ციხეში იყო და შემდეგ გამოუშვეს. რაღაც ყალკანალში რაღაცა პატარა წყვილფეხობა შეეხნენ. 13 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო რომ დააკავეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. რა თქმა უნდა რაღაცები იჩალიჩა, მაგრამ კორუმპირების რანგით 1000-ში კი არა 5,000-ში არ შედის. რომეო მიქაუტა. ხო, 5,000-ში არ შედის, ასე ვთქვათ, კორუმპირების ასე ვთქვათ რეიტინგში, თუ მინისტრის მოადგილეს დააკავებ, მინისტრები რატო არ დააკავე. მაშინ რამდენი მინისტრის დროს იყო ეს კაცი მოადგილე. და პირველი შემთხვევა მოხდა, რომ დააკავეს თავდაცვის მინისტრი. თავდაცვის მინისტრი, რატომ მაინც თავდაცვის მინისტრი? ხომ ვიღაცით უნდა დაეწყოთ ჯერ ერთი. მეორე თავდაცვის მინისტრი არის დაბალი ღობე. არსაიდან მოსული, რომელსაც არ ქონდა არავითარი პოლიტიკური ასე ვთქვათ, წარსული და თავისი ოჯახის წევრი სიძით თუ ვიღაცით და ღარიბაშვილის ასე ვთქვათ, იმით რა ქვია, წყალობით რაღაც სეგმენტში რაღაც ფულის შოვნა გადაწყვეტა. მეტი ვინ არის? მორჩა. და ანტიკორუფციული მოძრაობის ასე ვთქვათ, საჩვენებლად რაღაცას ხმაურიანი ჭყვიალა თემების ჩამოკიდება იყო საჭირო. ადგნენ და დაიჭირეს ადამიანი, რომელიც თურმე გვწამლავდა წლების განმავლობაში და მე რომ მგონია რომ არ ვარ დიდი მოყვარული ამ ვისკის მწარია და ლუდი მირჩევნია, მაგრამ მგონია რომ შოტლანდიურ ვისკის სვამ თურმე გორში სადღაც სარდაფში ჩამოსული ყოფილა, სადაც ხომ გვაჩვენეს ტელევიზიით უზარმაზარი საალკრო. 1-50 კაცი მუშაობს, შემდეგ დისტრიბუცია, მაღაზიებში შეტანა, ამ ბოთლების ჩამოტანა უწყვეტიდან ეტიკეტების დარტყმა და რო შეხედო ვერ გაარჩევ და წლების განმავლობაში ეს ხდებოდა და კანდელაკი სოფლიო ჩემპიონი ახლა დააკავეს. ჟვიადაური, რომელიც იყო დეპუტატი, რომელსაც ჰქონდა ლეგალურად იარაღის ტარების უფლება. მაგრამ ეთყობა ვიღაც მეზობელმა ან ვიღაცამ ჩაუშვა და უთხრა რომ არარეგისტრირებული მეორე იარაღიც აქვსო და იცოდნენ რა ეს ინფორმაცია საჩვენებლად ოლიმპიური ჩემპიონი. სოფლიოს ჩემპიონი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, მოადგილე არ იყო ეს საკმარისი და მოიგონეს ახალი საოცარი ლეგენდა. ერთმა ჯიხურმა თურმე საქართველოში მოახდინა 700 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლის კონვერტაცია არა დოლარი ცალკე და ევრო ჯერი რაშვაშია დოლარი და ევრო. მაგრამ ის არის 53 მილიარდი რუბლია შემოტანილი. 53 მილიარდი რუბლი. 700 მილიონი დოლარი. რა არის 700 მილიონი დოლარი ფიზიკურად? ერთ დიპლომატში ეტევა 1 მილიონი დოლარი 100 დოლარიანი კუპიურებით. არის 10 კილოგრამი. რუბლი ორჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ, ვინაიდან თუ რუსეთში ვიღაცა შეაგროვებდა, იქ ნომინალი არის 5,000 რუბლი და წარმოგიდგენია ახლა ეს დაახლოებით მხოლოდ 5,000 დოლარიანები რო იყოს, ეს არის 14 ტონა, მაგრამ 5,000 რუბლი. 5,000 რუბლი. კურსი რო ხეშად ვიანგარიშოთ 1 დოლარი უდრის 100 53 მილიარდია ლაპარაკი.
53 მილიარდი და ეს 5000-იანი კუპიურა არ იქნება და 2000-იანი იქნება 1000-იანი და 20 ტონა რუსული რუბლი შემოიტანა დააკონვერტირებინა ერთ ჯიხურს. რა მანქანი შემოქონდა და სადღაც ამალავითო და ტრაილერი თქვა. ეხლა რატომ არის ეს აბსურდი? ეხლა ებადება კითხვა. პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი იყო ის. მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობს, რომ შეუძლებელია 700 მილიონი გაათეთრო. ანუ რუბლი შემოიტანო, დოლარში გადაიყვანო და მე აქ ხარჯავდნო სამშენებლო კომპანიებში ფულსდებდნენ, ბინებს ყიდულობდნენ, პოპონების აგნებს, ნაწილი ალბათ ჯიხურის მებადად გაკეთებდა ამ ყოველ და 700 მილიონი მართლა ეკონომიკური ზრდა აგერ რა ეკონომიკური ზრდას მოგცემდა და აყვავდა ქვეყანას, მაგრამ რატომ ამბობენ ამას? არაპროფესიონალიზმია თუ ფეხებზე კიდიათ მოქალაქეების აზრი? ან თქვენ არ გჯერათ? არა, რა თქმა უნდა სისულელია. არა, უზარმაზარი სტატია დავწერე BMG-ში. და ელემენტარულია, რომ საქართველოში 1998 წელს, რატომ 98 წელი მაშინ ჩატარდა კვლევა, ორი კვლევაა ჩატარებული. 98 ყველაზე სანდო ვინაიდან პანდემიამდე იყო და 2021 უკვე პანდემია იყო და ჯიხურების რაოდენობა განახევდა. პანდემიის დროს საქართველოში იყო 1020 ვალუტის გადამცველი პუნქტი. 1020 ვალუტის გადამცველი პუნქტი საქართველოში აკონვერტირებდა 9 მილიარდ დოლარს. 9 მილიარდი ლარი არის 3 მილიარდი დოლარი. ანუ 1020 ვალუტის გადამცველი პუნქტი რამდენსაც აკონვერტირებდა წელიწადში, ლამის იმის ნახევარი 700 მილიონი დოლარი თურმე გადაცვალა ერთმა ვალუტის გადამცველმა ჯიხურმა. აბსურდია. 2021-ში მუშაობდა 490 ვალუტის გადამცველი პუნქტი, პანდემიის გამო დაიკეტა, ასევე ბანკებმა შეავიწროვეს და ბრუნვა, მთელი ბრუნვა, ანუ რამდენი დოლარი გაყიდეს და იყიდეს ევრო, რუბლები, ყველაფერი იყო 6 მილიარდი, ანუ 2 მილიარდი. დაუშვათ და მართლა დიდ ძალი ადამიანი მოაწყდა 2022 წელს და 23 წელს, როდესაც რუსეთიდან გამოექცა მობილიზაციას. 110,000 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და დაახლოებით 20,000 უკრაინის და ბელორუსის. დიდ ძალი ფული შემოიტანეს, რუბლები. დაუშვათ კონვერტაციის მასშტაბი გაორმაგდა და 6 მილიარდი კი არ არის. არამედ უკვე 2000 აი ამ წლებში სადაც გამოძიება მიუთითებს არის დაუშვათ 12 მილიარდი. 12 მილიარდი არის 4 მილიარდი დოლარი. 4 მილიარდ დოლარს აკონვერტირებს 717 არის დღეისათვის ვალუტის გადამცველი პუნქტი. წარმოუდგენელია ამ მასშტაბის, ასე ვთქვათ. ანუ 717 რასაც აკეთებს, იმის რაღაცა მეოთხედი თუ ცოტა უფრო ნაკლები ერთმა როგორ გააკეთებს. ეხლა მოდით სხვანაირად მივუდგეთ საქმეს. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული აი ამ ბრძოლის კონტექსტში თავდაცვის მინისტრის ირგვლივ, ასე ვთქვათ, გახმოვანებული ინფორმაციები, იქ კანდელაკთან ერთად სადღაც გორში უაქციზო საქონელი ქონია დამალული და ასე შემდეგ და შეიძლება სწორიც იყო. ეს არ იძენს ამ კამპანიის მასშტაბურობას და მათ დასჭირდათ აი უზარმაზარი რაღაც რიცხვების გავიგეთ, მაგრამ ხა თვითონ შევიდნენ თუ ეს თქვენ როგორც ამბობ მოიგონეს ეს. რა თქმა უნდა. ახლა შეხედეთ რა შეცვალე რატომ თვითონ ხო შევიდნენ ჭაობში სადაც ჩაეფლობიან, იმიტომ რომ ყველას კითხვა აქ ხა ერთი ეს ჯიხურის მებატრონი ამ საქმეს რო ვერ გააკეთებ და ყველა ელოდება რომ ვიღაცა ბობოლაც გამოაშკარაო. არა, პირველივე დღეში ორ დღეში ჩაეფლნენ ჭაობში, ვინაიდან ეს კაცი დააკავეს და 24 საათში უნდა ყოფილიყო უკვე განხილული მისი დაპატიმრების თუ აკვეთი ღონისძიების შეფარდების თუ არ შეფარდების საკითხი. რითი დაიწყეს პირველი რომელიღაც სახელმწიფოებიდან აზერბაიჯანის სახელმწიფოებია მრავლობითი რიცხვი არა ფული რუსეთიდან შემოდიოდა ფულს ათეთრებდნენ ეს ფაქტი აქ მასშტაბზეა საუბარი არ თქვეს რომ რუბლი ანუ რუსეთი არ გზირა თუ ამდენი იყო არა რა თქმა რუსეთი არ ახსენეს ჯერ რუბლები და რაღაც ევროები თქვეს მაგრამ მე იძულებული გახდნენ რომ ეხსენებინათ რუსული რუბლი უკვე სასამართლოში. სასამართლოში აღმოჩნდა სადღაც 60 მილიარდამდე რუსული რუბლი და საოცრება რა არის რომ გაკვირვებულია ეს კაცი წინ დაიჭირეს და მისი ადვოკატი. ადვოკატმა თქვა, ეს კაცო 1 წლის წინ მომხდარი ამბავია. 1 წლის წინ, ანუ ფაქტობრივად შარშან ამ დროს საქმე აღიძრა ამ ჩემმა კლიენტმა. ითანამშრომლა, რაც ნიშნავს ითანამშრომლა, ჩაუშვა ვისაც შემოქონდა, ვისაც უკონვერტირებდა არა ამ მასშტაბით, მაგრამ მართლაც ხდებოდა ეს. 1 წლის განმავლობაში ეს საქმე ფაქტობრივად ჩაიფარცხა, ქთამი აიღო, წილები წავიდა, ეს კაცი 1 წელიწადი აგრძელებდა მუშაობას და ადვოკატი გაგიჟებულია. კი, მაგრამ 1 წელიწადი იმის მერე მუშაობთ, იგივეს ვაკეთებთ ყოველდღიურად, ვაკონვერტირებთ, რუსული რუბლი რო შემოვა, ან დოლარი რო შემოვა, შემდეგ კომერციულ ბანკში შეაკ.
ბანკებთან საქმის ძიება ერთი წესი დაუწყია. ხო, და ეხლა ადამიანმა რომელმაც ხას უსვამს, რომელმაც ითანამშრომლა და დაგეხმარათ და შეპირდით ალბათ რომ ოღონ ყველაფერი მოყევი, ამ ფული მოგვეცი და ეს დამთავრებულიაო, უცბად იჭერთ. აი ეხლა ხო, მაგრამ თუ ითანამშრომლება, ხო კითხვები არის, ვინ დაასახელა, ვის გადმოქონდა ეს ფული, ამ პატს ყوار გადმოქონდა. ვიღაც აზერბაიჯანი დაასახელა. აზერბაიჯანი დაასახელა. აზერბაიჯანში საერთოდ გაგებაში არ არიან დახტება. 700 მილიონი დოლარის გათეთრება მსოფლიო მასშტაბის სკანდალია. აინტერესებს ეროვნულ ბანკს ეს უნდა ცოდნოდა თუ არა? მოდი გეტყვით ჯერ აზერბაიჯანი ეროვნულ ბანკი ამონიტორინგებს ამდენი ფული კანონო არალეგალ უნდა უფრო სხვას უნდა ცოდნოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა ცოდნოდა ეროვნულ ბანკს ნაწილობრივ არა ფინანსური მონიტორინგის სამსახური გამოყვეს სპეციალურად ეროვნული ბანკიდან იმიტომ რომ ჯიბის ორგანიზაციად გადააქციეს მაგრამ საქართველოში ასეთი სკანდალია მსოფლიო დონის 700 მილიონი ეს არ არის ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკა რომ იყოს 700 მილიონის გათეთრების საქმე იმდენად სკანდალურია რომ დღეს ყოველდღე CNN და Fox News-ში იქნებოდა აზერბაიჯანში რატო ხმას არ იღებენ სად არის ეს ვიღაც ჰუსეინოვი თუ აქ ჩამოხონდა საბარგულით ფული რატო არ დააკავეს თუ ითანამშრომლა ამ კაცმა და დაასახელა მისი გვარი აზერბაიჯანში ერთი სტატია არ არის მიზღვნილი აქ ასეთი ამბები ხდება და ამ კაცმა ხომ გამოიარა აზერბაიჯანის საბაჟო ანუ აზერბაიჯანის საბაჟოს ატყვევდა გამოიარა საქართველოს საბაჟო საბაჟოები ორივე საბაჟო არ მონაწილეობდა ასე თქვა აი ამ კორუფციულ სქემაში აზერბაიჯანში არაფერი არ ხდება და აზერბაიჯანის მოქალაქის ირგვლივ აგორებული სკანდალი საქართველოში დღეს უკვე რაღაც საოცარ რიცხვებად აინტერესებს კაი ჰუსეინოვს მოქონდა ის ფული საიდან მოქონდა რა ფული იყო სადიშოვა ამდენი ფული არა ჩვეულებრივი კონვერტაცია ყველა ჯიხური ახორდებს უსულ ფულს რასაც ეს ერთი არა ჰუსეინოვს 213 მილიონი რა შეიშოვა ხო ეს ხო საიდან მოიტანა მაგრამ აქ ეს კაცი თუ წარმოვიდგინეთ რომ ნუ დაუშვათ მაგდენი არა ან მაგის ნახევარი მაინც ხდებოდა ამას აქ ფარველი დაჭირდებოდა თუ არ დაჭირდებოდა რა თქმა უნდა 700 მილიონი რომ და ასე ვთქვათ გაეთეთრებინათ ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ მისი 10% მაინც უნდა შევიდეს ბიუჯეტში აი გეუბნებით სასამართლოზე სასაცილო რაღაცებს გავიგეთ თანაც ამბობენ რომ დააკონვერტირა დაუშვათ ნახევარი გაიტანა ამ კაცმა კი არა ამ კაცის კლიენტურა რუსეთში სადღაც და იქ სადაც დოლარები ჭირდებათ და ნაღდი დოლარის დეფიციტია და მეორე ნახევარი აქ დააბანდაო მან უძრავ ქონებაში წილები იყიდა სადღაც ბინები იყიდა 350 მილიონი სამდა ასე თქვათ მაგრამ ხო ამ კაცმა არა ამ კაცთან დაკავშირებით პირებმა რა შეიძლება მშენებლობის სექტორს დაბუსტავს და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენო აბა ნახოთ რამდენს ამოიღებენ აი ახლა მეგობრებით პირდაპირ 700 მილიონიდან 10% 70 მილიონს კი არ ამოიღებენ 1%-ს 7 მილიონსაც ვერ ამოიღებენ აქედან 7 მილიონსაც უფრო მეტად გეტყვით 0.1% თუ ამოიღეს დაახლოებით 3 იმიტომ რომ როდესაც ეს საქმე ასე თქვა ამას ხელი ჩაავლეს და ერთი წლის განმავლობაში ეს გრძელდებოდა მეტი ამ კაცზე გავიდნენ ერთი წელი თვითონ სქემა ალბათ პატარა სქემა რომელსაც ისე მიმოვიდა ყველა ჯიხური 700-ვე ჯიხური გარკვეული მასშტაბით რუსული ფულის კონვერტაციისას რაღაც ამ სქემაში მონაწილეობს ვინაიდან აი წარმოვიდგინოთ ახლა რატომ არ იცოდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა როდესაც 110,000 რუსეთის მოქალაქე შემოდის ერთხელ მაინც ხომ დააკონვერტირა მან ჯიხურში ფული ერთხელ როდესაც შემოდიან გამოექცნენ ნაგბინები იყიდეს 15,000 ბინა რუსებმა იყიდეს საქართველოში მარტო საქართველოს კანონმდებლობით 3,000 ლარზე მეტს თუ ერთი პირი დააკონვერტირებს მას უნდა მოთხოვო საბუთი ფულის წარმომავლობა და ეს ინფორმაცია გადასცე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომერცმა ჯიხულებმა ერთ წელიწადში 100,000 ინფორმაცია მიაწოდეს 3,000 ლარის დაკონვერტირების შესახებ თავისი მისამართებით გვარის სახელით რუსეთის მოქალაქისა შეუძლებელი იყო იმოდენა ხალხი მოაწყდა გარდა ამისა უკვე რუსეთიდან ბიზნესი გამორბოდა საქართველოს ბანკები აშენდნენ ვინაიდან რუსეთის სამართლის ბანკია და სანქცირებული მარტო 20 იყო ამ 20 ბანკის გარდა ყველა ბანკი ცდილობდა საქართველოს მეშვეობით უკვე ფულის შემოტანას და მათ შორის აქ კონვერტაციას და ვალუტის ასე ვთქვათ შემდეგ გატანას. ეს იყო აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი, რომელშიც ყველა მონაწილეობდა და 700 მილიონი დაჭირდათ ორი რამის გამო. ერთი აი ამ ასე ვთქვათ ფსევდო ანტიკორუფციული ბრძოლის შესაფუთად და მეორე საქმე რომელშიც ფული ამოღებულია, განაწილებულია და ასე შემდეგ
პირდაპირ კობახეძის ასე ვთქვათ, ანუ ივანიშვილის დავალებით ხდება ჩინოვნიკების ანუ მაღალჩინოსნების, ღარიბაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნების დასატერორებლად. ვინაიდან საბაჟოს გომელაური ხელმძღვანელობს და ფულის გათეთრებას სუსის უფროსი დააკონტროლებს. ხო. და გომელაური გუში რაღაც კადრებში გამოჩნდა იქ. ხო და რეალურად უკვე ღარიბაშვილის აი ამ გარემოცვის კორუმპირებულობის ერთი თემა საბაჟოზე უკონტროლო იხწვია. ეხლა ძალიან კარგი შეკითხვაა. ღარიბაშვილს და ყოფილ ჩინოვნიკებს აშინებენ თუ საქმეს უკერავენო დაიჭირონ. მე არ ამგონია რომ ღარიბაშვილს დაიჭერენ ან ლუაშვილს ან გომელაურს. ეს უკვე სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილზე არის ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებული. და მას არ უნდა ღარიბაშვილის პრეცედენტის შექმნა. რა არის ღარიბაშვილის პრეცედენტი? ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, პირველ პრემიერ-მინისტრობაში რაღაც კახური კლანის თემა გაჩნდა და ასე ვთქვათ ტერმინიც კი დამკვიდრდა, მარც მეორეში დაუკლია ხელი, ძალიან დიდი ფული იშოვა, გადააყენა და ბიძინა ივანიშვილმა თავის საახლობლო წრეში დატოვა. უზარმაზარი თანამდებობა ჩააბარა. პარტიის თავმჯდომარე გახდა. და გვახსოვს მე უამრავი სიუჟეტი იყო, ეს კაცი პარტიაში არ დადიოდა. დაიწყო ეშმაკური თამაშები, შვილი ამერიკაში სწავლობს, დაინახა რომ ყველას ასანქცირებენ. მან მოინდომა რომ ეს ფული რაც ივანიშვილის წყალობით, ასე ვთქვათ, იშოვა, შეირგოს ივანიშვილს, რომელიც როგორც ტალახიანი ღორი რომ სხვასაც რო გასვლის, ანუ კეთროვანთან ურთიერთობა, რომელიც მას აუცილებლად იზოლაციაში მოაქცევს, უცხოეთში ვერ წავა სადღაც მოსკოვში ან დუბაიში თუ გაფრინდება თუ დასანქცირდება და თავის თვალწინ დაინახა რომ მისი მინისტრი გომელაური არათუ დასანქცირდა მაგნიცკის-სიაში შეიყვანეს რუსეთ-უკრაინის ომი ერთ დროს დამთავრდება და ფარცხალაძე რომელიც გვარი რომანოვად გადაიკეთა და რუსეთის აგენტია ოფიციალური ვინაიდან ამერიკის აი ამ განკარგულებაში წერია ძირგამომთხრელი საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების აგენტისთან მოთანამშრომლო პირი და რუსეთის აგენტი დასახელებულია. ფარცხალაძეცაც კი სანქციები გაუქმდება რაღაც ეტაპში. 3500 რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირია დასანქცირებული. და როდესაც ომი დამთავრდება, ეტაპობრივად შეიძლება ეს არ მოხდეს 1-5 წელიწადში, მაგრამ სანქციები რაღაც მე-19 პაკეტია მარტო ევროკავშირში და მე-19 პაკეტს ერთბაშად არავინ არ გაუქმებს. შეიძლება 10 წელი დაჭირდეს. მაგრამ გომელაური თავისი ცხოვრების მანძილზე იქნება დასანქცირებული, როგორც აი ვიღაცა ხისტავარო იყო, რო არბევდა კაცაგვარი. ხო, ხარება და ესენია მაგნიცკის-სიაში არიან. ანუ თავის ცხოვრებაში საბანკო პლასტიკური ბარათი არ ექნებათ და დასავლეთის სახელმწიფოებში ვერჩავა მაგნიცკის-სიაში ყოფ. ამას ხედავს ღარიბაშვილი, მოინდომა დისტანცირება და ბიძინა ივანიშვილმა უთხრა უკაცრავად. იცით რა, მე შეგკენი თქვენ და ეხლა მე დამასანქცირა ამერიკამ. ხვალ ჩემს ოჯახს დაასანქცირებენ. ზეკირე ღმერთმა იცის რას მიზამენ და შენ გინდა რომ მიმატოვო? სამარეში უნდა ჩამყვე. აი ეს ლოზუნგია. ყველა ყოფილი ჩინოვნიკისადმი, ან მოქმედი ჩინოვნიკისადმი, ეს პროცესი იწვევს შიშის კამპანიის დათესვას, ვინაიდან ყველა ავტორიტარული რეჟიმი მთავრდება ერთი სცენარით, რაც მოხდა ნეპალში. ბუნჯულა ხალხი, კანონ მორჩილი, საწყალი რისი ასე თქვა გაბრძოლების უნარი მათ ჰქონდათ, სადაც უზარმაზარი ავტორიტარული რეჟიმი იყო და პოლიციური სისტემა, მაგრამ უცბად აფეთქდა სოციალური ქსელის შეზღუდვის გამო. და აგერ მინისტრებს ჩვენთან კახეთში რომ მარიტარო ჯორზე რო შესვეს, ასე რომ იცოდნენ და ტალახს რო ესროდნენ და სოფელში რო ჩამოატარებდნენ, იქ ნეპალში სხვანაირი წესები ქონიათ, მდინარეში ჩააგდეს ფინანსთა მინისტრი და წიხლის ყრით დაატარებდნენ, აი ახლა მტკვარში ვერ გაატარებ მინისტრმა, აგერ ვერაზე რომ ჩაასვა და გაატარ, გამოატარო და იქით და აქეთ ნაპირებზე ათასობით კაცი რომ გიყურებდეს როგორც დამნაშავე კორუმპირებულს. აი ასე დაატარებდნენ. ამიტომ როდის იფეთქებს ივანიშვილმა ეს არ იცის და ამიტომ უნდა რომ შექმნას ციხე-სიმაგრე, რომელშიაც მონური მორჩილებით იქნებიან
მასთან შეკრული როგორც დღევანდელი ასე ვთქვათ ანუ ორ კურდღელს დაიჭერს თან ხალხს აჩვენებს რომ კორუფციას ვერ უბძიო და თან ამათ გააჩვენებს და აძლიერებს და სისტემას აძლიერებს და ეუბნება რომ ნორას უკაცობად ღარიბაშვილი შეიძლება ხოლმე გაფრინდეს სადღაც ჩინელებთან ურთიერთობა ჰქონდა დუბაისთან რაღაცა თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იყო ისე ვამბობ მისი შვილი არ დაუსანქცირებიათ და ასე შემდეგ ამიტომ ეს არის მესიჯი თავისი გუნდისათვის რაც შეეხება გომელაურს და რომელზეც შეად მოიხსენიებენ და მეორეს ლილუაშვილს მას აქვს ცხოვრების ბოლომდე ასე ვთქვათ დაუვიწყარი ბოღმა დუბაის შეიხეთ რომ ჩამოვიდა რო არ წახმარებოდა დღეს ბაჩელიშვილი იქნებოდა სადღაც ევროპულ სახელმწიფოში გაექცა 1 მილიარდი დოლარის მქონე პიროვნება კრიპტო ვალუტაში რომელიც მან ქართულ ბანკიდან ისესხა და მაშინ ღირდა 5 მილიონი დღეს ოფიციალურად სასამართლოში შევიტყვეთ რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლო პროცესში ედავებოდა ბაჩიაშვილს ამ ასე ვთქვათ არსებული შემოსავლის დღეს უკვე კრიპტოვალუტაში არსებული შემოსავლის ნახევარს რომელიც მაშინ იყო 450 მილიონი იმ სასამართლო პროცესის შემდეგ ბიტკოინების ფასი კიდევ უფრო გაიზარდა დღეს მილიარდი დოლარის ბიტკოინი აქვს 5 მილიონად სესხადაღებული ფულით ბაჩიაშვილს რომ საიდანაც ნახევარი მილიარდი ედავება ივანიშვილი და თვალსა და ხელშუა სუსი რომელიც ყოველ დღე დაძდევდა და 7 მანქანა იყო მიმაგრებული და საზღვარი რომელიც გომელაურის უშუალო კონტროლის ქვეშ იყო გაუკონტროლებელი ამ ორ კაცს ასე ვთქვათ ადამიანი გაექცა თვალსა და ხელშუა სომხეთში და წავიდა დუბაიში დუბაიში რა მოხდა ვიცით იქ არ არის სამართლებრივი სახელმწიფო ადამიანი ექსტრადირებაც კი არ მოახდინეს სასტუმროში მათმა სპეცსამსახურმა მოიტაცა ფოიეში კაცი იჯდა ადვოკატს ელოდებოდა ჩასვეს ქართულ ამ აირზენა თვითმფრინავში და აი ამ დუბაის ხელისუფლების დახმარებით ეს კაცი ახლა არის ციხეში გაუმართლა ასე ვთქვათ გაუმართლა ვინაიდან დუბაის ხელისუფლებასთან მას რაღაც ასე ვთქვათ ურთიერთობები დამყარებული. ნუ პოლოლიკაშვილის თანამდებობა შეეწირა. ბევრი რაღაცა შეეწირა. სოფლიო ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო ქართველი და ეს გაუცვალა მაგაში. რა თქმა უნდა, თანაც ბოლო მომენტში. როდესაც ახლა ერჩევდნენ, მაგრამ მარტო ამაში არა. ანუ ქვეყნის ინტერესებს შესწირა თავის რაღაც პირად დავას. კი, მაგრამ მარტო ამაში არ არის საქმე. აგერ უკვე საქართველოში ჩამოვიდა აბუ-დაბის ემირი. ეს არის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების. ივანიშვილმა იკადრა და პირადად შეხვდა. ამერიკის წარმოგზავნებს არ შეხვდა პირადად. რა თქმა უნდა, მე არა ვარო თა ოფიციალურ თანამდებობის პერიოდში ამერიკელ ჩინოვნიკს არ შეხვდი, მაგიტომო და აბუ-დაბის იმას რა ქვია. არათუ შეხვდა. ხო, ჯერთი ვინ არის რაღაცა პარტიის რაღაც წევრია და სახში მიიწვია მინისტრი ეკონომიკის მინისტრი და სხვები საწყლად მორჩილად იდგნენ ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. სხეულის ენა ბევრ ამას ამბობს. როგორ მოკუნტულები იყვნენ და ბიძინა ივანიშვილი აი ამ შეიხს რომ ესალმება თუ დააკვირდებით სახეზე რაღაც გაბრწყინებული სახე და 80 და 45 გრადუსით წელ მოხრილი და ასე ხელი ჩამოართვა და მოგეჩვენებოდა რომ ლამის ხელზე კოსტიდან ოღონდ სადღაც კადრი გაჩერდა. როგორ საწყლად ელაპარაკებოდა. რა თქმა უნდა, ახლა რა კავშირში რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაბთა გაერთიანებული საამიროები ივანიშვილისათვის. ის გზნობს, რომ დღეს თუ ხვალ უკვე გუშინ ბრიტანეთმა უკვე დაასანქცირა სიმბოლურია გინდა დაასანქცირა ფარცხალაძე და აგერ ვასაძე საიდან ვასაძე საერთოდ არაფერში არ მონაწილეობს აქ და დასახელებული იყო როგორც რაღაც იდეოლოგიური რუსეთის მხარდამჭერი და საქართველოს ძირგავამთხნელი იდეოლოგიური საქმიანობის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მონაწილე მედიის საშუალებით. მე არ ვიცი ახლა ვასაძეს რა მედია საშუალება აქვს. ნუ მაგრამ რაღაც ტელევიზია. ხო, შეიძლება, ნუ ჯანდაბასაც აქვს, მაგრამ მაინც დასანქცირებულია, მაგრამ რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ძალიან ძნელია პოლიტიკური გაწყვეტილების მიღება ბრიტანეთში და ყველაზე მარტივად დასასანქცირებელი პირველი მერცხლები ასე ვთქვათ დაიჭირეს, რომელსაც შემდეგ სხვები მოყვება. ფარცხალაძე ამერიკაში არის სიგნალი ასე ვთქვათ. ფარცხალაძე ამერიკაში დასანქცირებული ცხოვრობს რუსეთში და გაროს და გვარი შეიცვალა, რუსეთის მოქალაქეა, ვასაძე ასევე რუსეთის მოქალაქეა.
რუსული თემა ბრიტანელებისათვის არის ძალიან მძიმე უკრაინაში აგრესიის კონტექსტში. გუშინ წინ ტრამპი ჩასული იყო ბრიტანეთში და ბრიტანეთის მეფე უზარმაზარ ბანკეტზე, როდესაც არც ერთი პრეზიდენტი ამ ბანკეტში არ მიუღია ისტორიულად სხვანაირად ღებულობენ და რაღაც ტრამპი გახარებული იყო და ანსტრაბახურდა, აი ამ დარბაზში მეო პირველი პრეზიდენტი ვარო, მაგრამ ხოიც ტრაბახი თუმცა ეგრეც არ არის როგორც გაიგო, რომ პირველი არ არის. არ ყოფილა ხო პირველი. ხო და იქ უკრაინის საკითხი. ესე იგი ბრიტანეთის მეფის თავის აი ამ სიტყვაში, რომელსაც ლაპარაკობდა რამდენჯერ მიახსენა უკრაინა და სოლიდარობისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომ რუსეთის ირგვლივ საქართველოს მოქალაქის დასანქცირება ადვილი იყო. ივანიშვილი ხედავს, რომ მასთანაც მიმა ბრიტანული სანქციები ნიშნავს მისი ოფშორების ქონების, ასე ვთქვათ, გამჟღავნებას და უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება. ევროკავშირის დასანქცირება ძნელია 27 ქვეყანამ ერთდროულად უნდა მიიღოს გაწყვეტილება. ამერიკაში ტრამპს სხვა ასე ვთქვათ პრიორიტეტები და პრობლემები აქვს. ბრიტანული სანქცია ნიშნავს ნებისმიერი ამ ქვეყნის სანქციას, ვინაიდან მსოფლიოს საფინანსო სისტემიდან იქნება სამუდამოდ გათიშული, ქართულ და მთელი მისი ფინანსური სისტემა. ამიტომ მან ვიცით რომ დაიწყო აღმოსავლეთისკენ თამაში, ჯეფრის სახში ჩამოიყვანეს ორჯერ და მან 3+3-ში საქართველოს გაწევრიანებას გაუწია პროპაგანდა. რა იყო 3+3? 3+3 საქართველოსთვის იყო უფრო მარტივი, ვინაიდან აქ სომხეთი და აზერბაიჯანიც იყო და ადამიანი იფიქრებდა რომ მერე რა ასე გაასაღებდნენ, რომ აი ჩვენ კავკასიის ქვეყნები ვართ, თურქეთი, მეზობელია, რუსეთი, კი ბატონო, ირანი, მერე რა რომ ავტორიტარული ქვეყანა ჩამოინგრა ეს ყველაფერი. ვინაიდან ისრაელმა გაანადგურა სამხედრო ძლიერება ირანისა, იქ ბომბი დაარტყეს ატომურ ასე ვთქვათ ქარხნებს. სირიაში ხელისუფლების შესვლამ ირანის გავლენა არაბულ სამყაროში დაანგრია. რუსეთი აგერ დამატებით სანქციებს უკეთებენ და რაც კატასტროფული არის ივანიშვილისათვის, თუ ის მეგობრობდა ასე ვთქვათ სომხეთის პრეზიდენტთან და აზერბაიჯანის და მიმოსვლებიც ჰქონდა, დღეს უკვე მათ ივანიშვილთან ურთიერთობა არ აწყობს, ვინაიდან სომხეთი დაადგა პროდასალურ გზას, ხოლო აზერბაიჯანმა დაიკავა აშკარა ანტირუსული პოზიცია, რა თქმა უნდა, იგივე თურქეთის მხარდაჭერით. საქართველოს დარჩა ყოველგვარი, ასე ვთქვათ, არათუ მეგობრის და მოკავშირის, არამედ საკონტაქტო. დროს გამოჩნდა დუბაის. ხოლო ჩინეთისთვის ივანიშვილი არის რაღაც აბუ-დაბის ემირი. ჩინეთისთვის ივანიშვილი არის ჭიაღუა რაღაცა და აგერ ანაკლიაშიც კი ფული არ ჩადეს მიუხედავად იმისა რომ ამ ტენდერში გაიმარჯვეს. ამიტომ სანქციების გვერდისავლისათვის საშიშროხოდ მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებული საემიროები. რუსების ანგარიშწორება უკვე აი ამ შუქის გათვლის შემდეგ თუ ხდებოდა ჩინური ბანკებიდან, სერიოზული ჩინური ბანკები უკვე არ ატარებენ ამ ტრანზაქციებს. პატარა ჩინური ბანკები, რომლებიც არ ოფთხიან ასე ვთქვათ სანქციებს, ისინი მუშაობენ და არაბული ბანკები და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბანკებში ეწევიან გადაიწყებს. კახა კალაძემ თავად აღიარა, რომ როდესაც მის დეკლარაციაში რაღაც ქონება, რომელიც ქონდა არ აღმოჩნდა, მან თქვა, რომ ეს გაიტანა და სადღაც მაშინ დუბაიში თუ სადღაც არაბულ ბანკშია განთავსებული. ანუ ივანიშვილი ასე ვთქვათ სათადარიგო აეროპორტს თუ შეიძლება აეროდრომს იქმნის. იქმნის ნავსაყუდელს, საიდანაც დასავლური იზოლაციის შემდეგ შეიძლება რაღაც მოძრაობა. ეს გავიგე, მაგრამ აი იმ შეიხს თუ ემირს რა ინტერესი აქვს რომ ჩამოვიდა და მოგდა დავასრულე. კი, ძალიან საინტერესო კითხვა. ივანიშვილი როგორ საწყლად შეხვდა, კი, მაგრამ შეიხს რა ინტერესი უნდა ქონდეს. ჯერ ის აბსოლუტურად ბლეფია. და ამასაც ნახავთ როგორ იყო 6 მილიარდის ჩადებაზე საუბარი. აბსოლუტურად 6 მილიარდი წარმოუდგენელია, ყველაზე დიდი 36 მილიარდია ამ არაბული ფონდის კაპიტალი, აქ 13%-ს არავინ საქართველოში არ ჩადებს. ყველაზე დიდი 3 მილიარდ ნახევრიანი ინვესტიცია მან გააკეთა სერბეთში, იმაში დაიწყო და 30 წლიანი პროექტია. ჩვენთან ისინი აპირებენ ორ ტერიტორიაზე ორ სართულიანი დიდრული კოტეჯების აშენებას. ერთი გონიოში, მეორე სართიჭალაში, რუსთავის გზაზე. აი რომ თქვათ, ერთი მიმართულებით 50 მილიონი და მეორე მიმართულებით 50 მილიონი, ანუ 100 მილიონის ინვესტიცია თუ განხორციელდება 5-6 წელიწადში, უზარმაზარი, ასე ვთქვათ, მოვლენა იქნება. 100 მილიონი ღირს ბილტმონის ერთი სასტუმრო, რომელიც რუსთაველზე ამ არაბებმა ააშენეს. ეს ბლეფია, მაგრამ მართლაც რა ინტერესი აქვს. ჯერ ერთი მან რეგიონული ტურნე ჩაატარა ამ კაცმა. მას უნდა პოლიტიკური წონის გაზრდა. ჯერ იყო აზერბაიჯანში. შეხვდა ალიევს. შემდეგ
ჩამოვიდა საქართველოში. ეს რას ხედავს? არის კავკასიაში ქვეყანა. 2 საათი არის ფრენა, ძალიან ახლო მეზობელი სახელმწიფო. დაობლებული. უზარმაზარი პრობლემებით. გარიყული დასავლეთისგან. არც ევროკავშირი, არც ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქვეყანას უკვე არ ელაპარაკებიან. ყავს ერთი ვიღაცა, ასე ვთქვათ, ავტორიტარი, ანუ მათი სტილის მმართველი და ისინი უკვე ამ რეგიონში დამკვიდრებას და შემოსვლას განიხილავენ როგორც ამ საამიროების რეგიონული მოთამაშის ფუნქციის შეძენის, ასე ვთქვათ, კონტექსტში. თუ ეს ქვეყანა მას სხვა გამოსავალი არ იქნება იზოლაციის შემდეგ და ინტენსიური კავშირი იქნება მათ შორის საფინანსო ეკონომიკური, უკვე ამ არაბული თავისი გავლენიდან ახლო რეგიონში იძენს პოლიტიკურ ძალას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის საამიროები, ეს არის 7 ტომი. ერთა იგივე გვარის ხალხი არ არის, 7-ვე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ტომის წარმომადგენელი. ეს არის ფედერაცია. ვინც ჩამოვიდა? ეს არის აბუ-დაბის ემირი. ისევე როგორც დაარჩენს 6 თავისი ემირი ყავს. აბუ-დაბი არის საამიროების ეკონომიკის, მათ შორის ნავთობის წარმოების 80% და ტერიტორიის 80%. ვინ არის ამ საამიროების პრეზიდენტი? პრეზიდენტი არის ადამიანი, ვისაც ამ ემირების, 7 ემირის საბჭო ირჩევს. ყოველთვის, მე მგონი ისტორიაში არ ყოფილა, რომ რომელიმე სხვა ემირი, ყოფილ თუ ემირი თუ ამირა, ეს ამაზეც დავამიდის და ამირას იწერება ახლა, ამირა ყოფილიყო პრეზიდენტი. პრეზიდენტი ყოველთვის არის აბუ-დაბის ემირი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ გარდა ამისა, იქაც არსებობს, ასე ვთქვათ, კონკურენცია და ვამთავრებ. როდესაც მიშამ ჩამოიყვანა სწორედ აბუ-დაბიდან, დაბიჯგუფიდან და აქ ბიზნესები აკეთებინა, ის კაცი გაგიჟდა, ინტერვიუებს წერდა ბათუმში, პალმები აჩუქა და შიდა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პროცესში მან ამ ერთ-ერთმა შეიხმა, რომელიც მიშამ ჩამოიყვანა, შეიძინა, ასე ვთქვათ, დამატებითი საგარეო რესპექტაბილურობა. მაშინ ადგა და მეორე ჩამოვიდა. ამ მეორემ ბილტმორი ააშენა. იმ მესამე ჩამოვიდა, იმაში მეტეხი იყიდა სასტუმრო და 60 მილიონი შერატონის რეკონსტრუქციას მოახმარა. ეხლა არაბული ბანკი იყიდა ერთ-ერთმა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა. აგერ ეს ჯგუფი აქ შემოდის. ანუ საქართველოში არაბული სამყარო გააჩინა მიხეილ სააკაშვილმა. არასდროს არაბეთთან საქართველოს ვაჭრობა არ ქონია შუა საუკუნეებიდან დღემდე. ჩვენ გერმანიაში ჩაის მაინც ყიდით საბჭოთა კავშირის დროს. არაბულ ქვეყანაში ეგვიპტეს თუ არ ჩავთით, რაღაც პატარა კავშირები იყო. არაბულ ქვეყნებში საქართველოს საბჭოთა დროსაც კი არ ქონდა კონტაქტი. ერთადერთი საექსპორტო საქონელი იყვნენ ჩვენთან სამწუხაროდ მებრძოლი მონები, რომელსაც მამლუქებს ეძახდნენ, ექსპორტად გადიოდა ცოცხალი ძალა. მიხეილ სააკაშვილმა არაბულის, ასე ვთქვათ, სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი, ასე ვთქვათ, და ძლავრი ნაწილი შემოიყვანა 1.2 მილიარდი ჩაადებინა მან არაბებს აქ და აი ამ, ასე ვთქვათ, მიშას მიერ შექმნილ აი ამ კლიმატს ახლა ივანიშვილი იყენებს და ამ შეიხს აქ თან პოზიორობს, მაგრამ ვერავითარი ეს მოძრაობები მას ვერ გადაარჩენს, ვინაიდან საქართველოს ხიბლი მის დასავლეთის ნაწილობაში იყო. საქართველოს იმიტომ არის კარგი ჩინეთისთვის და სხვისთვის, რომ ის აქ შეიძლება ყოფილიყო ტრანზიტული ხაბი დასავლეთისკენ. დასავლეთს მოწყდები, მაშინ ქვეყანა იღუპება, მაგრამ ქვეყნის დაღუპვის უფლებას ივანიშვილს არავინ არ მისცემს, პირველ რიგში ქართველი ხალხი. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის.